მაისტროს ეთერში რეგიონების დროა მე ირაკლი მაისურაძე ვარ გამარჯობა. 2026 წლის განმავლობაში აჭარაში დაგეგმილია 25 ახალი სკოლის მშენებლობა. 50 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ასევე 40 სკოლის სამშენებლო სარეაბილიტაციო საპროექტო ხარჯ-საღრიცხო დოკუმენტაციის შესყიდვა. აი ამ და სხვა სიახლეებზე სასაუბროთ კი აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი შემოგვიერთდება რეგიონების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, რომელსაც ჩვენ გადაცემას უთმობთ. მოგესალმებით, თქვენ პირიქით მადლობა მოწვევისთვის. უპირველეს ყოვლისა მოგილოცავთ ხარების წინვალე დღესასწაულს, მივულოცავთ ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად თქვენ შესავალში ახსენეთ ის მნიშვნელოვანი მონაცემები, რომელიც მიმდინარე წელს გვაქვს დაგეგმილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, თუმცა ვიდრე გადავალ მიმდინარე გეგმებზე, თქვენის ნებართვით შევეხები ძალიან მნიშვნელოვან გასულ წელს. გასული წელი გამოირჩეოდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კუთხით ძალიან ფართომასშტაბიანი პროექტებით. და სასახარულოა, რომ ახალ სასწავლო წელს 10,000-ზე მეტი მოსწავლე ჩვენს რეგიონში შეხვდა სრულიად განახლებულ სასკოლო გარემოს. ძალიან მსხვილი პროექტები განხორციელდა და ეს ყველაფერი გვაძლევს, ასე ვთქვათ, мотивациასთან ერთად პასუხისმგებლობას, რომ გაცილებით უკეთესი წელი გქონდეს 2026 წელს. 25 სკოლის მშენებლობა, როგორც აღნიშნეთ, და 50 სკოლის რეაბილიტაცია. ჯამში ამ ყველაფერთვის აჭარის მთავრობის მიერ ჩვენ სამინისტროს გამოიყო 50 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება იმას, რომ ჩვენს რეგიონში, როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტების სოფლებში, სკოლებში მოხდეს როგორც გადაუდებელი სამუშაოების განხორციელება, ასევე დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ თქვენ ხედავთ თუ როგორ შეიცვალა წლებთან ერთად ის სტანდარტები და მიდგომები, რომელიც უკავშირდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და არც ერთი პროექტი დღეს აღარ ხორციელდება. უკვე წლებია ესეა. სპორტული სივრცეების გარეშე, საგანმანათლებლო დამატებითი არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების გარეშე, როგორებიც არის სახელოვნებო საგანმანათლებლო სივრცეები, როგორებიცაა სააქტო დარბაზები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ეს არის სასკოლო ბიბლიოთეკების განახლებული გარემოს მოწყობა და ეს ყველაფერი ბუნებრივია ჩვენ გვაძლევს იმას, რომ ვიფიქროთ, რომ ეს გარემო ჩვენს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს მისცემს შესაძლებლობას საინტერესო გაკვეთილები და საზოგადოებრივ სასკოლო ცხოვრება იყოს უფრო მრავალფეროვანი. ძალიან საინტერესოა. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც მინდა გკითხოთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია წლევანდელი წელი თუ გადავხედავთ იმ გეგმას, რომელიც მიხედვითაც მარტო სკოლების რეაბილიტაციაზე მიმდინარეობს მუშაობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული კონკრეტული პროექტები, რაც ამ წუთებში უკვე მუშაობს, რომელზეც განათლების სამინისტრო მუშაობს. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ისევ და ისევ აქტუალური რჩება წლებთან ერთად ბათუმის გასვლასთან ერთად და მოსახლეობის დასთან ერთად ბათუმში ახალი სასწავლო გარემოების შექმნა და სივრცეების შექმნა. ყოველწლიურად ჩვენ თითო ახალი სკოლით ვხვდებით, ან ახალი აშენებული, ან სრულად რეაბილიტირებული სკოლით ბათუმში. გასულ წელს ეს იყო ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა. წელს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, უკვე მიმდინარე წელს სექტემბერში ბათუმში გვექნება სრულიად ახალი, აქ არ არის საუბარი არსებული სკოლის გაფართოებაზე, ან რეაბილიტაციაზე, არამედ სრულიად ახალი სკოლა, რომელიც უკვე ასე ვთქვათ დაფუძნდა. ეს არის ბათუმის 21 საჯარო სკოლა და ასე ვთქვათ ბათუმში შემოვიმატა ერთი ახალი საჯარო სკოლა. გარდა ამ პროექტებისა, ბათუმის შემთხვევაში მიმდინარეობს ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში დამატებითი სასწავლო სივრცის მშენებლობა. მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს ასევე ბათუმის მე-14 და მე-18 სკოლებში, ეს უკვე რაც აქტიურ რეჟიმშია. ასევე განსაკუთრებული დამოკიდებულებით, ასე ვთქვათ, ვუდგებით ისეთი სკოლების განახლებას და გაფართოებას, სადაც მოსახლეობის დიდან გამომდინარე საფეხურების დამატებაზე ვსაუბრობთ. მაგალითისთვის ბათუმის 31 სკოლა აქამდე იყო დაწყებითი საფეხურის მხოლოდ და დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე საკმაოდ აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ჩვენ გეგმავთ, რომ ისეთი სივრცეები შექმნათ, რომ სამივე საფეხურზე იყოს იქ სწავლა შესაძლებელი. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს დამატებითი კორპუსების მშენებლობა ბათუმის მე-15 სკოლის შემთხვევაში, ბათუმის მე-8 სკოლის შემთხვევაში, მე-20 სკოლის შემთხვევაში და ასე შემდეგ. და აქვე თქვენის ნებართვით აღნიშნავ, რომ ბათუმის და არა მარტო ბათუმის, მთლიანად რეგიონის სკოლების ნაწილში აქტიურად გვეხმარება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და ეს პროექტები ერთობლივად აუცილებლად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ახალი სასწავლო წლისთვის კონკრეტულ ციფრებს ამ შემთხვევაში მოვერიდები, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გეგმაში გვაქვს, რომ 15,000-ზე მეტი მოსწავლისთვის იყოს შექმნილი ახალი გარემო.
საინტერესოა ეს რაც საჯარო სკოლებს შეეხება უმაღლესი განათლების ხელშეწყობის და საერთაშორისო პროგრამების განხორციელების კუთხით როგორია 2026 წლის გეგმები ქალბატონო მაია ზოგადად ის რეფორმა, რომელიც უმნიშვნელოვანესი რეფორმა მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და რომელიც უკავშირდება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, უმაღლესი განათლების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც დაკავშირებული არის უფასო განათლების მიღებასთან მიმართებაში, ვფიქრობთ ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენმა რეგიონმა, ჩვენმა სამინისტრომაც აუწყოს ფეხი ამ სიახლეებს და შესთავაზოს მათ დამატებით ამ მნიშვნელოვან სიახლესთან ერთად ახალი შესაძლებლობები, ის შესაძლებლობები, რომელიც უკავშირდება მათთვის საუნივერსიტეტო ცხოვრების კუთხით უფრო მეტ მხარდაჭერას და აქაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. გასულ წელს საჭაროს მთავრობის ინიციატივით პირველად დაწესდა სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისთვის და 150 სტუდენტმა მიიღო გასულ სემესტრში, ანუ შემდგომი სემესტრში 1000 ლარიანი სტიპენდია და გვაქვს სიახლე იმ კუთხით, რომ უკვე 2026 წელს იქნება როგორც საზაფხულო სტიპენდია სემესტრის განმავლობაში, ასევე შემდგომი შესაბამისად უკვე 300 სტუდენტი მიიღებს ამ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, ასევე გვაქვს სტიპენდიები STEM განათლების მხარდაჭერის მიმართულებით, ქართველოლოგიის მიმართულებით. გარდა ამისა, გვაქვს სიახლე იმ კუთხითაც, რომ ჩვენ ვაფართოვებთ საბაკალავრო საფეხურზე გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობას, კონკრეტულად 60-ზე მეტ ახალგაზრდას ჩვენ რეგიონის უნივერსიტეტიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ექნებათ შესაძლებლობა ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ამ არსებული, ანუ ჩვენს რეგიონში არსებული უნივერსიტეტების პარტნიორ უნივერსიტეტებში საზღვარგარეთ და სამინისტრო მათ დაუჭიროს ამაში ფინანსურად ხარი. ასევე გვაქვს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მხარდაჭერის პროგრამა საზღვარგარეთ, ან ჩვენ სტუდენტებს აქვს შესაძლებლობა მიიღო დაფინანსება ჩვენი სამინისტროს სასწავლო გრანტი. საუბარი არის წლის განმავლობაში 35,000 ლარზე და ესეც არის გაზრდილი ოდენობა მიმდინარე წელს და აქედან გამომდინარე ერთი წლის შემთხვევაში 35, ხოლო ორწლიანი სამაგისტრო საფეხურის შემთხვევაში, სასწავლო პროგრამის შემთხვევაში 70,000 ლარი მიიღოს და უკვე შემდგომ კვალიფიციური ადამიანის სახით, პროფესიონალის სახით დაუბრუნდეს ჩვენს რეგიონს და დასაქმდეს უკვე რეგიონში. საინტერესოა თქვენ ახსენეთ აბიტურიენტები, მათი ხელშეწყობა აბიტურიენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის თუ არ ვწდები ღია კარის დღე გაიმართა, ამ პროექტზეც რო გითხრათ თუ შეიძლება. მოგესალმებით უკვე ორშაბათიდან მიმდინარეობს ერთიანეროვნული გამოცდების რეგისტრაცია და აბიტურიენტები იღებენ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება მათ ცხოვრებაში. ერთ-ერთ წინაპირობას და წარმატების წინაპირობას და წარმატებები დავისრულოთ თითოეულ მათგანს. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის სიახლე, რომელიც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დაგეგმა, ეს იყო ფართომასშტაბიანი შეხვედრა აბიტურიენტებთან, პროექტს ხარი დაუჭირა აჭარის მთავრობამ და ჩვენ მოვახერხეთ, რომ დასავლეთ საქართველოს 40-მდე უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი და კოლეჯები ყოფილიყო წარმოდგენილი ერთ სივრცეში, სადაც 2000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩვენი რეგიონის მივიდა და უშუალოდ მათგან სერვისების, საგანმანათლებლო პროგრამების განახორციელებისგან, იმ პროგრამების, რომელიც იქნება კიდევ ერთხელ აღნიშნულ უფასო მათთვის სექტემბრიდან, ამ მიმწოდებლებისგან, უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისგან მიიღოთ დეტალური ინფორმაცია, როგორც პროგრამების თაობაზე, ხანგრძლივობის თაობაზე, ასევე ზოგადად საუნივერსიტეტო ცხოვრების კუთხით უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში არსებული დამატებითი პროგრამების თაობაზე. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ინტერაქტიული, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სარეკლამო მასალები არც ერთ უნივერსიტეტს და კოლეჯს ნამდვილად არ დარჩენია მომხმარებლის გარეშე, მაღალი ინტერესით ჩართული გამართული ღია კარის დღე, სადაც ვფიქრობ, ბევრ ახალგაზრდას დავეხმარეთ, უფრო მყარად მიიღო თავის გადაწყვეტილება. აბიტურიენტები, სტუდენტები, ზოგადად ახალგაზრდობის ხელშეწყობისათვის თქვენი განათლების სამინისტრო ძალიან გამოირჩევა თავისი პროგრამებით და პროექტებით. 2026 წლის დაგეგმილი პროექტები, ახალგაზრდობის ხელშეწყობა, ახალგაზრდული პოლიტიკა, რა გაქვთ დაგეგმილი 2026 წელს კიდე გარდა იმისა, რაც უკვე გაახმაურეთ? დიახ, ძალიან დიდი მადლობა ასეთ შეფასებისთვის. ბევრი პროგრამაა, რომლის შესახებაც ძალიან მოკლედ შევეცდები, რომ ვკითხოთ, ეს ეხება როგორც სასკოლო მიმართულებას, ასევე საუნივერსიტეტო, ზოგადად თუნდაც უნივერსიტეტის მიღმა, ჩვენი სტუდენტების, კოლეჯების სტუდენტების მხარდაჭერას, მათი ინტერესების გათვალისწინებით მათზე მორგებული პროექტების შეთავაზებას. სკოლის შემთხვევაში ეს არის კონკურსები, საგნობრივი და ოლიმპიადები და სადაც იმისთვის, რომ მოტივაცია იყოს გაზრდილი და
ჩართულობა ჩვენ ფინალში გამარჯვებულებისთვის გვაქვს ფასიანი საჩუქრები, გვაქვს გაცვლითი პროექტების საზღვარგარეთ და რაც წინასწარ ზრდის ნამდვილად ახალგაზრდების ჩართულობას, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ვუჭერთ მხარს სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტის მიმართულებით დაინტერესებას და ვართ ჩართულები არ მნიშვნელოვან სასკოლო ოლიმპიადებში, სპორტულში და ასევე გასულ წელს იყო საქართველოს განათლების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტი ანტინარკოტიკული კამპანია, სადაც ასევე ვიყავით ჩართულები ჩვენი რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან ერთად. რაც შეეხება სტუდენტებს და ახალგაზრდების მხარდაჭერას, ახალგაზრდების როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების, აკადემიური განათლების მხარდაჭერის მიმართულებით, მათთვის შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით გვაქვს სიახლეები 14-დან 29 წამდე ახალგაზრდებისთვის. წლის განმავლობაში გვაქვს უკვე შეთავაზებული 3 მნიშვნელოვანი თემატური ბანაკი, სადაც 70-ზე მეტ ახალგაზრდამ 3 მიმართულებით, ეს იყო პირველი იყო აგრარული განათლება და ზოგადად აგრარული სფერო, მეორე იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტი და მესამე უკვე კულტურა. 3 მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია, უფრო მეტი თანამედროვე გამოწვევების, სიახლეების შესახებ, მოესმინათ საინტერესო სპიკერებისთვის და შემდეგ უკვე შემაჯამდო შეხვედრაზე სფეროების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჰქონდათ კომუნიკაციის საშუალება და დამატებითი შეკითხვების დასმის საშუალება. გარდა ამისა, მინდა აღნიშნო, რომ წელს დაგეგმილი გვაქვს ასევე ახალგაზრდების კარიერული ზრდის მხარდაჭერის მიმართულებით პროექტები ჯამში, განსაკუთრებით ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ, რომელიც სამინისტრო სისტემაში შემოუდის, დაგეგმილი არის 15,000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის სხვადასხვა ბანაკების, ფორუმების, პერსონალური უნარების განვითარების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების, შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება, სტუდენტური დღეების ორგანიზება და სიახლე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტური ცხოვრების მხარდაჭერის მიმართულებით, გასულ წელს დავიწყეთ ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც სტუდენტური თვითმმართველობების, ასევე დამოუკიდებლად ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფების ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს თავის თანატოლების მხარდაჭერას და ამ კუთხითაც გვაქვს ძალიან მაღალი აქტივობა ახალგაზრდობის მხრიდან. ვფიქრობთ, ჩვენს რეგიონში ნებისმიერ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა იპოვოს ჩვენს პროგრამებში საკუთარი თავი, იპოვოს ის ადგილი, სადაც თვითონ ხედავს, რომ შეიძლება ჩვენი მხარდაჭერა ან უფრო მეტი, ვთქვათ, უნარების განვითარების კუთხით მქონდეს მეტი რესურსი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია თქვენი დროისთვის და იმ პასუხებისთვის, რომელიც იმ ინტერვიუსთვის, რომელიც ჩვენ მოგვეცით. დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ საქმიანობაში. მაყურებელს შევახსენებ მაია ხაჯიშვილი, ნაჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.